ჩემო ძვირფასებო, ახლა მინდა შემოგთავაზოთ გაშლა, რომელიც ეხება ჩაიფიქრეთ, რომ რაღაც საქმე, ხო, გაინტერესებთ რაღაც საქმე, თქვენთვის საინტერესო საქმე, გამოვა თუ არ გამოვა, ვნახოთ, ხო, იფიქრეთ, კონცენტრირდით, რატომღაც ყოველთვის ისე ხდება, რომ საჯარო გაშლები ძირითადად ურთიერთობებზეა და ვნახოთ, ჩაიფიქრეთ, გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, კონცენტრირდით და ვნახოთ ის საქმე, რაზეც ფიქრობთ, რაც გაინტერესებთ, როგორ რეალისტება, ხო, რა შედეგით რეალისტება, როგორ და ვნახოთ, თუ საჭირო იქნება, კითხვას დავამატებ. იფიქრეთ თქვენთვის სასურველ საქმეზე, იმ საქმეზე, რაც გაინტერესებთ და ვნახოთ, გავაკეთოთ ორ ვარიანტად. აბა როგორია შანსი, რომ პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული საქმე რეალიზდეს, გამოვიდეს, ან როგორ გაიქნება, ვნახოთ და მეორე ვარიანტიც გავაკეთოთ ასევე, ვნახოთ, ხო? ვნახოთ. და მაინტერესებს კიდევ რასთან არის ეს საქმე, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რამდენად თქვენია, რასთან არის კავშირში პირველი ვარიანტი და რასთან არის მეორე ვარიანტი, რა საქმეა, ხო? ვნახოთ. მაშ ასე. პირველი და მეორე ვარიანტი. დაგაცდით, აირჩიეთ. მაშ ვნახოთ პირველი ვარიანტი, პირველად გავხსნი იმ არკანს, რომელიც რა საქმეც არის, რომ გავიგოთ, ხო, სწორად აირჩიეთ თუ არა ვარიანტი, შემოკარგებო. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, აქ არის ისეთი საკითხი, როდესაც შესაძლებელია ურთიერთობას ეხება და ეს გაინტერესებთ თქვენ, ანუ ურთიერთობაზე შესაძლებელია პიროვნება, გაქვთ რაღაც ეჭვი, რომ რაღაცას გატყუებთ, ან პიროვნება, როდესაც ფიქრობთ, რამდენად გულწრფელია თქვენს მიმართ და ხომ არ არის ან რაიმე ისეთი საკითხი ურთიერთობაში, რომელიც რაღაც არა საიმედო ურთიერთობას, არა საიმედო მდგომარეობას, რაღაც ფარული, ხო, დაფარული, ასე ვთქვათ, რომელიც შესაძლოა იყოს შემდეგ ზიანის მომტანი, ხო? და ვნახოთ, ნუ ამ საქმეში შემოკარგებო არის ნამდვილად რაზეც ფიქრობთ, არის რაღაც წყალქვეშა დინებები, რაღაც წყალქვეშა ქვები, ისეთი საკითხი, რასაც ვერ ხედავთ, იმიტომ რომ მთვარის არკანი და შვიდიანი ხმალი. შემოკარგებო, არ ვიცი მე რა ჩაიფიქრეთ, რა საქმე ჩაიფიქრეთ, ან რა ჩაიფიქრეთ საერთოდ, მაგრამ თქვენს საკითხში არის რაღაც დაფარული, რაც ჯერ კიდევ არ იცით, შემოკარგებო. ამიტომ ამ კარტებიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად გაარკვიეთ. ყველაფერი კარგად გაარკვიეთ, რადგან არის დაფარული, შესაძლებელია რაღაც ეჭვი გეპარებათ დაგრძნობთ კიდევაც, ხო, ინტუიციურად, რომ რაზეც ფიქრობთ, ეს შესაძლებელია არ იყოს რეალობა, ამიტომ რაღაც კითხვის ნიშნები არის პირველ ვარიანტში და ნუ რჩება შესაბამისად ამ კარტებით თუ ვიმსჯელებთ, არის ის, რომ კარგად გაერკვიეთ და კარგად გაარკვიეთ ის საკითხი, კარგად გაერკვიეთ იმ საკითხში, რაზეც ფიქრობთ, შემოკარგებო. ასეთია პირველი ვარიანტი. ძალიან მაინტერესებს, როგორ რეზონირდება. მე გადავდებ პირველ ვარიანტს გვერდით და ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი რას ეხება? ნუ რაღაც მეორე ვარიანტს გაქვთ, რაღაც შესაძლებელია სიახლე, რაღაც არის შესაძლებელია პროექტი იყოს, შესაძლებელია ეს იყოს ურთიერთობა, რომელიც რაღაც ახალი ურთიერთობა, ახალი ნებისმიერი რამ წამოწყება სიახლე თქვენს ცხოვრებაში, რომელიც გაქვთ შესაძლებელია დაგეგმილი და ფიქრობთ, რომ განახორციელოთ, ხო? შესაძლებელია ეს იყოს ისევ და ისევ გავიმოვებ ხა საჯარო გაშლა და ყოველთვის სხვადასხვა საკითხი იქნება. შესაძლებელია იყოს ახალი საქმე, ახალი პროექტი, ახალი ურთიერთობა, ახალი რაღაც ნაცნობობა. და ვნახოთ, როგორ გამოვა, რა იქნება ამ საქმეში, რასაც ფიქრობთ, იმ საკითხში, რასაც ფიქრობთ უბრალოდ. გელით წარმატება, შემოკარგებო, 6-იანი კვერთხი. ეს ნიშნავს წარმატებას, როდესაც უკვე რაღაც ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ის საკითხი, რაც გაინტერესებთ, მოგიტანთ წარმატებას, იქნებით იმ საქმეში, იმ საკითხში კმაყოფილი ერთი სიტყვით, რადგან დასტის ძირზეც მაქვს მაგის არკანი, შემოკარგებო. ანუ მეორე ვარიანტმა რა საკითხიც ჩაიფიქრა, არ ვიცი, ნებისმიერი რამეს იქნება ურთიერთობა, სამსახურის თემა, რაღაც საქმე, პროექტი, ერთი სიტყვით ნებისმიერი რამ, რაც სიახლეს და რაც გაქვთ წამოწყებული, რაზეც ფიქრობთ, რის რეალიზებასაც ფიქრობთ და რის განხორციელებასაც ამ საკითხში გექნებათ დადებითი შედეგი, ერთი სიტყვით წარმატება გექნებათ და
აი ეს არის მეორე ვარიანტისთვის. მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს, ვისთან როგორ რეზონირდება, გამომეხმაურეთ. მადლობა და ნახვამდის.